40 მილიონის ამბავი, ხო, თემნა ქვეყანამ გაიაზარო, ბიზნესამ დააფინანსა გვარამი. ფაქტობრივად უკვე აღარავინ აღარ დაობს, ანუ ვიღაცები წერენ, მაგალითად, მეგონი ზურაბიშვილმა დაწერა ის, რომ ისა კაცო ეს ხო ნორმალური არისო, პოლიტიკაშიო დროებითი ალიანსებიო, ну აიღო რა ბიზნესგან ფულიო, მაგრამ ну ეგ თქვა? დათო ზურაბიშვილმა. ვიღაცები ამბობს, რომ ბიზნეს ფული აახია და ბიზნეს ებრძოლა მისი ფულით. ვიღაცა რა არ იმჩნევს ამ გარემოებას, მაგრამ მე რა იყო წამოდი ეს ხო კაი. რაღაცა შედეგი ვიცით რომ მარტო ზიან ხოცა პარლამენტში. მაგრამ უყურე ამ გარიგებით ნაცები არიან ამ მომენტში, მიშა რაღაცა, რომელიც ადანაშაულებენ გვარამიას, რომ ბიზნეს ფულით ებრძოდა ნაცებს, ბიზნეს არ ებრძოდა, ნაცებს ებრძოდა. თვითონ მიშა ამას წერს. და ეხლა სტირიან იმაზე, რომ გვარამიას ციხეში დაიჭერენ, ჯაფარაშეს სტირიან, ანუ ეს ხო მაშინ ეს როგორ არის? ეს ხო აი არლე კოლისაშვილის არადეკვატურობის მასშტაბის არადეკვატურობით რომ მე თუ ვამბობ რომ შენ ჩემ მტერს მიეყიდე, ჩემ წინააღმდეგ იბრძოდი. და ეხლა ჩემი მტერი შენ ციხეში გისვეს. მე უნდა ვიტყვი თქვენს გინას გიქნიათ თქვენ დედაცვატირა ყველასი. ხო ეს უნდა თქვა, ხო? ჩემი რა მიდის, კაცო, თქვენში და გარჩევებში რა ხდება? თუ მე მჭირა რასაც ვინ გადააგდო იქ. ხო, და შენი მარჯვენა ხელი, რომელიც ამ უნდა თქვა რომ ძალიან დეგენერატია და არაფერს არ სად მაშინ რავი, სხვანაირად დაილაპარაკო. როგორ რა ჯაფარალი აკადემილია იმ 40 მილიონში წილი არ ქონდა? ამაზე რო ტირი ხარ და დაიქცა და ოპოზიცია დაკარგავს ამ ბელადებს და რა გვეშველება და რაღაცა გამაგებინეთ, კაი, მე კი მგონია რომ ზოგადად ქოცების ფული იყო, კაი. ჩემი დაურები მე არ ვარ. თქვენ როგორ აი თქვენს რო იგივეს ამბობს, ლელოც იგივეს ამბობს, გახარიაც იგივეს ამბობს, ყველა იგივეს ამბობთ. და თან ამბობთ, ოი რა ცუდია რო იჭერენ. ამის გამო რატომ უნდა გამიცდით? ანუ ბიზნესამ გადააგდო გვარამია, ახალი სპექტაკლი დადგეს. რაღაცა გვარამიას თავში დაატრიალდა. მასკიროვკაა ესეც. ხო, მე რა ვიცი, მე რატომ დამაღელოდეს? მე რატომ და ნერვიულობდე ჯაფარას ციხეში გავშვებ თუ არა? აი, როდის შემდეგ ჯაფარა ოპოზიციონერი აკაც 40 მილიონით 40 მილიონის ისტორიას ყველა ჯერა. მიშას ჯერა, ლელოს ჯერა, გახარიას ჯერა. აბა ჯაფარა როგორ არის ოპოზიციონერი? მე რატომ და ნერვიულობდე ამის გამო? რატომ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ბედი დამოკიდებული, რომ ეს წმინდანი ხალხი ციხეში აღოჩნდებიან თუ არა? ლამის ისე გეუბნებიან, რომ აი, ნუ თუ რატომ არ განიცდი, რომ იჭერენ და არ განვიცდი. ხო შეიძლება რომ არ განვიცდი, ხო შეიძლება რომ არ ნერვიულობდი, რა ვიცი, აი, რა ვიცი, კომმა ის რომ დაიჭირეს კაცო, ღარიბაშვილი, ტრაური ხო ამ მქონდა. ასე უცნაური სიტუაცია მოხდა, ჩაჩი ვიღაცამ დაწერა, ვა, ღარიბაშვილი დაიჭირეს, ოკეი. რატომ უნდა მე ნერვიულა? რა ვიცი, შიდა კოთური გარჩევებია, რაღაცა ბიზნესთან რაღაც ვერ დალაგდა კაცი, რაღაცა გააფუჭა. თან არც ამბობს თვითონ არა. ხო, რა ზის რაღაც ციხეში. ოკეი, რა. მე რატომ დანერვიულ? რა, ჯაფარა ყვება რა მოხდა 40 მილიონზე, თვითონ თქვა, საიდან 40 მილიონიო არ თქვა. გვარამიამ თქვა, არ თქვა. რა ვიცი, ვაშაძე სად არის? სად წავიდა? რატომ წავიდა? აქამდე რას აკეთებდა? ვინ რამისად იგი თქვა და მე რა რატომ გამიცდიდე?